გეტყვით იმას, რომ საქართველოში არა მარტო ჩვენ სკოლაში ზოგადად არის პრობლემა ეს ნარკოტიკების მოხმარების და გვინდა რომ სკოლიდანვე პრევენცია გავაკეთოთ და ჩვენი მოსწავლეები ამ კუთხით იყვნენ დაზღვეულები. გარდა ამისა სკოლაში იყო ფაქტები სიგარეტის შემოწყენისაც და ეს რაღაც წინაპირობად ჩავთვალეთ და არ გვინდა რომ მოკლედ ამას გაგრძელება გქონდეს. და მეორე ფაქტორის იყო კიდევ რომ სკოლასთან ახლოს გვაქვს ძალიან მეტადონის პროგრამა, ჩვენს ბავშვებს უწევთ შეხება იქ პირებთან და რაღაცნაირად ხედავენ ამ მდგომარეობას, სიტუაციას და გვინდოდა რომ ამოწურავი ინფორმაცია გქონოდათ მათ და ასევე გვინდა რომ რაღაც ისე დაგეგმონ შემდგომი ცხოვრება, რომ წარმატებულები იყო და ეს პრობლემა აირიდონ თავიდან, ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენი მოწვევა. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ამოწურავად ისაუბრა იმ ეტაპებზე, რა ეტაპებიც არის ცხოვრებაში და რა დონეზეც იწყება შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ინფორმაციულობა ძალიან კარგი იყო, მიიღეს ამოწურავი ინფორმაცია და უკვე ცნობიერება რომ ამაღლებული, ვფიქრობ, ნაკლები შანსია იმისა, რომ შემდგომ ნარკოტიკების მომხმარებელი გახდნენ. საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები, კი, ხშირად დაწყარებაც კი გვიწევდა იმდენად აქტიურად, ამიტომ ნამდვილად, კი, დაინტერესებულები იყვნენ, კითხვებიც ჰქონდათ, ასე რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები, კი. მე გახლავართ მელანო ბოჭორიშვილი, 136 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და ინგლისურის მასწავლებელი ამასთან.